ისინი ქმნიან პრეცედენტს და დღეს იწყებენ ახალ ისტორიას სახელმწიფო ათვაში, როდესაც პირველად ჩვენი დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნება ორგანიზატორს, გამორჩეულ ადამიანს, ქალბატონ ეკა ბულიას. აპლოდისმენტები ულოცავ ქალბატონ ეკას და აუცილებლად მიამბობთ მის შესახებ. ქალბატონი ეკა გახლავთ მუსიკოსი, მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორი. 90-იან წლებში ქალბატონი ეკა ძალიან აქტიურ, ეფექტიან და ღირებულ საქმიანობას ეწეოდა ქალაქ ზუგდიდში, როდესაც ის მუშაობდა ვოკალის პედაგოგად. მას ჰყავდა თავისი ვოკალური ანსამბლი ვეს ჯორჯია. 2007 წელს იგი დაინიშნა საქართველოს ფილარმონიის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის დირექტორად. ქალბატონმა ეკამ დაარსა ძალიან ღირებული, ფასეული და საჭირო საერთაშორისო ფესტივალი ხავრიდა, რომელიც აგრეთვე 18 წელია აქტიურად ხარს უჭერს ქართული ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ეროვნული ღირებულებების განვითარებას. გარდა საქმიანობისა, ქალბატონი ეკა ბულია ძალიან აქტიურად მუშაობდა ხელმოქმედების კუთხით. და ხშირად გსმენია ალბათ, რომ ხელოვნებას შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე. დიახ, ქალბატონმა ეკამ ეს პირდაპირ ხატოვნად შეძლო, როდესაც მან ერთ-ერთ ძალიან ნიჭიერ კარგ ახალგაზრდას გაუმართა საქველმოქმედო ღონისძიება კონცერტი. ეს ადამიანი სნეული იყო სისხლის გათეთრებით, ლეიკემით, ამ მძიმე სენით და დიახ, oi საოცრებავ ამ კონცერტიდან შეგროვებულმა შემოწირულობამ შეძლო ამ ახალგაზრდას სიცოცხლე შეუნარჩუნა. აპლოდისმენტები ნამდვილად ამ ფაქტს. დიდი მადლობა ქალბატონ ეკას, რომ ის გვახსენებს ხელოვნება, როგორც სხეულებრივ, ჩვენ სულიერ გონებრივ სიცოცხლის სიჯანსაღეს უწყობს ხელს. და დღევანდელი ჩვენი ღონისძიების პირველი გამოსვლელი სურს სიმბოლურად წარმოადგინა, რადგან ჩვენ უკვე ვთქვით, რომ დღეს 8 ნოემბერია ილია ჭავჭავაძის ჩვენი სახელმწიფოებრივი იდეის, ერის მამის იუბილე და პირველი ჩვენი დღევანდელი ღონისძიების წარმოდგენი გახლავთ ყვარლის სოფელი შილვის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ქართული სულის სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი მარიამ ხაჯაშვილი.